ასე მიხაროდა რომ ეს იყო წარსული, მაშინ ვერ წარმომადგინა რომ კითხულობდი იმ ამბავს, რომელიც ეს სურათ ხატებად გამიცოცხლდებოდა 7 წლის შემდეგ. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ მაგალითად შენ არ მოგიწიოს ასეთი წიგნის დაწერა. სადაც მახინჯი რეალობა ჩდება, იქ ჩდება მაგიური რეალიზმიც და ამ წიგნში ხდება ჩვენ მაგიური რეალიზმი. საქართველოს მართლაც არის რუსუდანისაც და მაროს ქვეყანაც და ალიუშასიც და ევასიც. ასეთი ღირებულებები უნდა დაიმსხვრეს, როდესაც ბოგანო მოდის ხელისუფლებაში. აი როგორ ხდება ეს, რომ ერთ ნიადაგზე, ერთ სივრცეში, ერთი საკვებით, ერთი სიმღერით და ერთი ძალა ერთობაშიათი გაზრდილ ხალხში ასეთი რადიკალური სხვაობა. მთელ ქვეყანაზე მოთარეშე შიშმა და წრწოლამ ვერ ჩამიხშო ხმას ინდისისა. ერთ-ერთი გმირი თხოვს ბებია რუსუდანს, რომ წერილი დაუწეროს სტალინს, რომ ჩასვან დედასთან და მამასთან ერთად. ბებიაევას თავისუფლების კონძული ქონდა შექმნილი, ტყეში დადიოდა. არ შეიძლება ცუდ ქვეყანაში იყო ბედნიერი, უბრალოდ ვერ იქნები. როგორც არ უნდა გაიქცე ტყეში. და როცა თავისუფლებას საფრთხე ემუქრება და გიგწალავა თავისუფლებას, აზროვნება არის იარაღი და ურჩობა. რუსების მთავარი რაც ჩვენ დაგვმართეს, ეს არის ისტორიული სკლეროზი. ყველაზე მეტად ამის ეშინიათ, რომ ღიად ნათქვამი სიტყვის, ღიად დაწერილი ტექსტის რეჟიმი ხედავს სოლიდარობა როგორი დიდი ძალაა, წამლეკავი. გმადლობ უფალო მაზიარე უმთავრეს მცნებას, მოყვასისთვის ამავსე ზრუნვით და ტანჯვა მისი შენ მიქცია საკუთარ ტანჯვად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან ქართულ ტექსტზე ზაირა არსენიშვილის ვახ სოფელო. ეს არის წიგნი უკანონოდ დაწიხლულ და დასჯილ ადამიანებზე. მოგესალმები, დღეს ხუთშაბათია, წიგნის დღე, სანამ წიგნზე ვისაუბრებთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიტოვოთ კომენტარები და ჭიროთ ღილაკს, რომელიც შეგატყობინებთ სიახლეებს ჩვენს YouTube პლატფორმაზე და მოგწეროთ რომელი წიგნის და განხილვა და რომელი სტუმრის ხილვა გსურთ. ჩემი სპონსორია მთის წყალი, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს ასწავლის, რომ მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. დღეს კი სტუმრად მყავს სწორედ ასეთი თავისუფალი ადამიანი, რომელსაც სამყაროს თუ არა ჩვენი საზოგადოების შეცვლა უნდა, სწორედაც რომ ისპანისტი მთარგმნელი, მე ამბოხე და არაჩვეულებრივი ქეთი ხუსკივაძე. დიდი მადლობა, არცილით დავიმსახურე ქეთი. ყველაფრით ქეთი. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ეს პოდკასტი არის ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი სივრცე, სადაც გვესმის თავისუფალი სიტყვა და ესა ჟანგბადი ჩვენსთან ადამიანებისთვის, დღეს აუცილებელი და მადლობა შენ ამისთვის და კიდევ ბევრი საჩინო საქმისთვის დიდი მადლობა. მადლობა რომ მოხვედი და წიგნი არ გვითქვამს, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ალბათ ქეთის რო წერდა, ალბათ ყველა ვინც გიცნობს და იცი შენი სიყვარული ესპანეთისადმი და ესპანური ლიტერატურისადმი, ზოგადად ესპანურენოვანი სამყაროსადმი, რატომღაც მეც ესე სტერეოტიპულად ვიფიქრე, რომ რაიმეს აირჩევს აქტუალურს ლეოსას ან მარკეს, ან რომელიმე დიქტატორზე წიგნს, მაგრამ არა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან ქართულ ტექსტზე ზაირა არსენიშვილის ვახ სოფელო. ეს არის წიგნი უკანონოდ დაწიხლულ და დასჯილ ადამიანებზე და არც კი კითხავ რატომ აირჩიეს ტექსტი, უბრალოდ შენი შეგრძნებები გამიზიარე გადაკითხვისას თუ გქონდა ის რაც მე რომ ეს არ არის წარსულზე წიგნი. ხო, დავიწყოთ მაშინ ცოტა ადრინდელი პერიოდიდან. თავად ეს ნაწარმოები, რომელიც 2002 წელს გამოვიდა პირველად, თუ არ ვცდები, მაგრამ ასეთ ფართო მკითხველთან არ მისულა. მე წავიკითხე 2019 წელს, როდესაც გამოცა ბაკურ სულაკაურის გამოცემამ და მაშინ მეგონა რომ ვკითხულობდით წარსულს და ძალიან მიხაროდა რომ გაჩნდა ისეთი ხელოვნების ნიმუში, რომელიც წარსულს აფასებდა, სადაც იყვნენ გმირები, როგორც ფიქციური, ასევე ისტორიული გმირები
და ნაწარმოები მთლიანად ავსებდა თითქოს იმ აი დიდ სიცარიელეს, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს. ჩვენ წარსულის კვლევა არ დაგვისრულებია, ის კი არა საწყის ეტაპზე ვართ. და ასე მიხაროდა, რომ ეს იყო წარსული, ის კი არა ვამბობდი, რომ ეს არის ნაწარმოები, რომელიც უნდა შეიტანო აუცილებლად უნივერსიტეტში და პირველ კურსზე, უნდა ისწავლონ და გაიარონ არა მხოლოდ ფილოლოგებმა, ეს უნდა იყოს საკითხავი ლიტერატურა ძალიან ბევრი მიმართულებისთვის. მაშინ ვერ წარმომედგინა, რომ ვკითხულობდი იმ ამბავს, რომელიც აი ეს სურათ ხატებად გამიცოცხლდებოდა 7 წლის შემდეგ, უფრო ადრეც 5 წლის შემდეგ და 2019-დან იწყება პრინციპში ჩვენთან საქართველოში აი ამ ამბის გაცოცხლებაც. თავად ამბავი და ეს წიგნი სათაურიდან გამომდინარე და ჩემთვის უსაყვარლესი ეპიზოდია თქვენ ვეფხისტყაოსნი, სადაც ქეთი ქურდოვანიძესთან ერთად საუბრობთ. ეს წიგნი თავიდან ასე მომეჩვენა, რომ სვავდა კითხვას, აი ის ქვეყანა, რომლისთვისაც იდენტობა დგას ვეფხისტყაოსნის ღირებულებებზე და ქვაკუთხედია. როგორ შეიძლება დაემართოს ეს? როგორ შეიძლება აქამდე მივიდეს? და წიგნი თავად შეიძლება არ არის მთლად დაყოფილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცნაირად სქემატურად პატარა ეპიგრაფებით გამოყოფილობა ზუსტად ამ ყოფს თითქოს. კი, და ეს ეპიგრაფები არის ვეფხისტყაოსნიდან, ხო? ჩვენი იდეალები რა არის? ჩვენ ვართ ქვეყანა ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გაიგო და გაიაზრა, რომ ერთობა ქაჯეთის ციხეს აუცილებლად დაამხობს. თუ ჩვენ ვართ ქვეყანა მაროსი, სპირიდონასი, არცე ალიოშასი, ჯონდოსი, ხო? ადამიანების, რომლებიც მაშინ, როდესაც ქაჯები შემოესავიან ქვეყანას, ფერს იცვლიან და იცვლიან ძალიან ცუდად. ან შეიძლება ასეთებიც იყვნენ ყოველთვის. თუმცა ვახსოფელოში ზაირა მაინც არ გვტოვებს ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების გარეშე და ის ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ რეპრესიებს გადიან, მაინც რჩებიან ქვეყნის ღირსების დასაცავად, ხო? და ასეთია ბებია რუსუდანი. ასეთია ბებია ევა. ასეთია ბებია მაკაც. საერთოდ ეს ქალების ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწარმოებში, ხო? აი ხო შენ თქვი ის ფრაზა, სადაც დაჟილებზე და უკანონოდ დაწეხულებზე საუბრობს, ხო? ამბობს ბებია რუსუდანი, სულ ლოცულობს ამ ხალხისთვის, იმიტომ რომ თითქოს ლოცვა დარჩენიათ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მეტი რა შეიძლება კიდე გაკეთდეს თანაგრძნობა, ლოცვა ამ პერიოდში, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებს მარტო ბებია რუსუდანს, რომელიც ძალიან კარგი მცოდნეა ვეფხისტყაოსნის და ის ასწავლის თავის შვილიშვილსაც, რუსიკოსაც. ვეფხისტყაოსას, ოღონდ არა როგორც საზეპიროს, არამედ სიტუაციურად, შინაარსობრივად და ფუნქციურად და გახსოვს ალბათ ერთი ადგილია, სადაც ნავთის რიგში ეკითხება შვილიშვილს უცბად რა აბარა გახსენდებაო და რუსიკო ეუბნება, მახსენდება ვაქებ ჭკუასა ბძენთასა, რომელთა იურჩებიან და არ აკმაყოფილებს ბებიას მარტო ეს პასუხი, მას აინტერესებს რამდენად ესმის და რუსიკო ყვება ამბავს, რომ აქ რუსთაველს რისი თქმა უნდა და იმის რომ აზროვნება არის თავისუფლება და საერთოდ აზროვნება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, ამიტომ რა უნდა ქნა, აზროვნება უნდა შეაჩერო და მისი პროცესი. თუ გინდა რომ თავისუფალი ადამიანები და აღარ არსებობდნენ. კი, და როცა თავისუფლებას საფრთხე ემუქრება და გიგრძალავენ თავისუფლებას, აზროვნება არის იარაღი და ურჩობა. ოღონდ ბებიას არც მხოლოდ ეს პასუხი არ აკმაყოფილებს, მას უნდა რომ აზროვნება იყოს გამოხატული რამეში, იმიტომ რომ ეს ცალკე აზროვნება ხო არ არსებობს, არა, იმას თავისი ფორმა უნდა ქონდეს. ამიტომაც, როდესაც იწყება წიგნი და ის იწყება ერთი გრძელი გლოვის ღამით, როცა ბებია ევა გარდაიცვალა, ანდერძად თავის შვილიშვილს ბებია რუსუდანი, რომელიც იმ ცოტა ჭირის სუფლიდან ერთ-ერთია, რომელიც აპატიოსნებს მიცვალებულ და მის ღირსებას ბოლომდე კბილებით იცავს, კი, იცავს მაროსგან, ესეც საინტერესო ამბავია. და ანდერძად უტოვებს შვილიშვილს და ეუბნება, რომ შენ მართალი სიტყვა უნდა თქვა, უნდა დაწერო ყველაფერი. სხვათა შორის ბოდიში ქეთი თავად ზაირა არსენიშვილის ბებიაზე ვიცი რომ იმდენად მიუღებელი იყო ეს შემოჭრილი საბჭოთა
ჭირი და ტერორი, რომ სკოლაში წასულ ბავშვებზე, რომლებსაც მოქონდათ ეს საბჭოთა პროპაგანდა სახლში, ყველანაირად ცდილობდა, რომ არ ყოფილიყო, რომ სახლში შვილები ზუსტად იმას იმეორებენ, რაც ყველაზე მეტად გზულს და რამხელა ტრაგედია ეს და ახლაც ვაკვირდებით, რაც ცუდია, როცა სახლში შეიძლება შენთან გაიმეორონ ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, რამაც იცი, რომ დაგუპა შენც და შენი ქვეყანაც. და ეს არის მისი ოჯახის ისტორია, ამიტომაც ეს ბებია ყველაფერი ნამდვილია და ამიტომაც ასეთი წრფელი ალბათ და ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ მაგალითად შენ არ მოგიწიოს ასეთი წიგნის დაწერა. ძალიან არ მინდა. უკვე პრინციპში უკვე მოგიწევს, მაგრამ ხო მე მგონია რომ ცოცხალი წიგნი უკვე იწერება. ხო და მე ვფიქრობ, არ ვიცი რამდენ შეიძლება ლიტერატურას განსაკუთრებულ როლს ვანიჭებ, მაგრამ გონია რომ აი ასეთი წიგნებით რო აღზრდილიყო იმ ჩვენი მშობლების თაობა, რომლებიც დახვრეტილი ხალხის შთამომავლობა იყო, შეიძლება დღევანდელი დღე არ დამდგარიყო, იმიტომ რომ დღეს ვისაც უყვირს რატომ შეიძლება გაგიმეტოს ბიძაშვილმა, ძმამ, ახლობელმა, უბრალოდ სიმძაფრე ამას აკლია, იმიტომ რომ დახვრეტა არ არის. თორემ ხელის მომწერები რო ამაზეც არიან, ამას ჩვენ სულ ვუყურებთ. რომ არავინ არ ეცოდებათ. როგორ შეიძლება ტრანსფორმაცია უცებ ახალი გამოწვევების მიმართ და როგორ ფიქრობ ამას შიში აკეთებინებს ადამიანს, ვეფხის ტყაოსნის სუდაც სწავლა, სინდისის მიძინება სპეციალურად რაღაც დროით, რომ რა არის, რაც ასეთ გარდატეხას იწვევს აი ამ პერსონაჟებშიც, იმიტომ რომ საქართველოს მართლაც არის რუსუდანისაც და მაროს ქვეყანაც და ალიუშასიც და ევასიც. აი როგორ ხდება ეს, რომ ერთ ნიადაგზე, ერთ სივრცეში ერთი საკვებით, ერთი სიმღერით და ერთი ძალა ერთობაშიათი გაზრდილ ხალხში ასეთი რადიკალური სხვაობა. მე ერთმა ჟურნალისტმაც მითხრა, იცი, ინგლისიდან ჩამოსულმა ეს, რომ აი ეს ქართლს ესე ვერ წარმოვიდგენო. იმიტომ რომ იმდენად სხვადასხვა რაღაც განსხვავებულ აზროვნების სისტემა შეიძლება გადავაწყდე, რომ ჩემთვის ქართველი არ არის რაღაც ერთიანი რაღაცნაირი ფსიქოტიპი. ხო, როდესაც იდეალებზე ვსაუბრობთ, აი ხა ბებიაზე საუბრობდი შენ ზაირას ბებიაზე და ნუ ეს ამბავი საერთოდ ზაირას ამბავიც არის, ხო ეს ძალიან პატარა იყო, როცა მამა დაუხრიდეს და რუსუდან ბებია ამბობს, რომ იდეალები არ მინდა ეს სიტყვა არ მომწონს, იმიტომ რომ კომუნისტებს მიაწევს, ხო ამას და ხო, ყველა სიტყვა გააბანძეს. ხო, ვეფხის ტყაოსიდან ის ღირებულებები, რაც სინამდვილეში მე ღირსებას ქმნის ადამიანის ღირსებას, ის ნებისმიერ შემთხვევაში იქნება საქართველო იქნება ეს ესპანეთი და ესპანეთიც უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ აქ არის ნახსენები ფრანკოს პერიოდი და ესეც საინტერესო პარალელები საბჭოთა უბედურებას ფრანკოს რეჟიმს შორის, ხო. ასეთი ღირებულებები უნდა დაიმსხრეს, როდესაც ბოგანო მოდის ხელისუფლებაში, როდესაც ბოგანოს და ჯალაც ჩაუვარდება, ხო, ხელისუფლება. და ის, რასაც ცდილობს არის სწორედ ის მარო ამოატივტივოს და სპირიდონი, რომლებიც საბოლოო ჯამში მაინც ამ რეჟიმის მსხვერპლად მოგვევლინებიან და აი მთავარი შემოქმედები, ვინც არიან რეჟიმის, ესეც ბუნება რეჟიმის, რომ ისენიც განადგურდებიან. მაგრამ მე მაინც იმის იმედად ვარ, რომ აი არჩილი, რომელიც იყო იდეური, ასე ვთქვათ, ჯალათი, მოდი ესე დავარქვათ, მის შვილიშვილთან აქ წაგებული მთავარი ომი, იმიტომ რომ ჩიკოს არაჩვეულებრივი, რომელიც რაღაცნაირად განათლების სიმბოლოა ამ წიგნში და არ არის ესეთი შემთხვევითი, რომ ის კვდება. განათლებული ბავშვია და ჩიკოს უნდა გამოვიდეს ილია ჭავჭავაძე. აი ეს არის განათლების გამარჯვება სწორედ და შეიძლება ის ასედაც ვთქვათ, რომ განათლება ალბათ უნდა აქციოს, მაგრამ ნუ ევათ და ბებია რუსუდანად თუ არა, რა ვიცი ბებია მაგათ მაინც. წერილს რომ წერს ჩიკო სტალინს, ეს არის სრულიად ამ სცენის გადატანა ჩემთვის ძალიან რთული იყო, ბავშვი რომელიც ითხოვს და ფიქრობ რომ მართლა უკვე მჯერა რომ შეიძლება ასეთი წერილების მიმართაც ემპათია გაქრეს, როცა ერთ-ერთი გმირი, ვისაც არ წაუკითხავს, ოტო წერილს თხოვს ბებია რუსუდანს, რომ წერილი დაუწეროს სტალინს, რომ ჩასვან დედასთან და მამასთან ერთად. კი ბატონო, და აღიარებს რომ არის იაპონიის აგენტი, ხო, აი ეს არის სასწაული. დღევანდელი იაპონია, დღევანდელი deep state, მოკლედ როგორც არის ეს ამბავი და დღესაც ახლა რატო გვიკვირს, არიან ადამიანები, ვინც
ივანიშვილისგან გამწარებულები მაინც ივანიშვილს წერენ წერილს. ესიც რაღაცა უცნაური ამბავია. ასეთი ტრაგიკული ერთი სურათი შემხვდა, აი ზუსტად მაშინ მე და შენ ახალი ნასაუბრები ვიყავით და ამ თემაზე რაზე უნდა გველაპარაკა და აი კითხვის პროცესში შემხვდა ფოტო, სადაც დასჯილი, რეჟიმის მიერ რეჟიმის მსახური დასჯილის ცოლი კიდევ აშეარებს აი ამ და ეს იყო რამაც აი ძალიან დიდი ჩემში რეზონირდა იმ ტექსტთან, რომელსაც ვკითხულობდი, რომ ამ ქვეყნად თუ არაფერი არ იცვლება და არ შეიცვლება, იმიტომ რომ ადრე სიმართლე გითხრა მეც რაც თქვი 2019 წლამდე არა, მაგრამ აი ამას ბიოლოგია ხსნის ხოლმე კარგად, რომ ადამიანის პროგრესი ნამდვილეში უცებ რეგრესირდება და რატო, მაგრამ მაინც მეგონა რომ ეს მოვიტოვეთ, იმიტომ რომ თუნდაც ტრაუმის გამო რაღაცებს არ გავიმეორებთ, ხო? და ეხლა ვხვდები, რომ პრინციპში 1900 იქ გახსოვს კიდევ აი ამ სცენის კითხვის დროსაც შენზე ვფიქრობდი, როგორ ღიზიანდებიან ქაქუცას კახეთშიც, აი ქაქუცას აქტივობაზე რომ გაჩერდეს და უკვე წაგებულ ბრძოლაში რაღაც საჭიროა ეს ფაფხური ეს მიხელ ჯავახიშვილთანაც არის ეს გაგრთის თეთრ საყელოში ეს ტექსტი რომ უკვე დამარცხებულ ბრძოლაში რაღაც საჭიროა კიდევ ხმის ქნება და ეს იყო ალბათ 24 წლის შემდგომი დეპრესიის გემო და ბრაზი იმაძე ვინც იბრძვის, იმიტომ რომ შენ ვეღარაფერს აკეთებ. ხო, იგი ძალიან ესეთი სიმბოლური სცენაა, ხო? სისხლიანი ქორწილი, რომელიც ახსოვს თელავს, ხო? და რა ხდება ამ დროს ქაქუცას რაზმი ამარცხებს ერთ-ერთ ბრძოლაში ამ რუსების ჯარს და ნუ როგორც ჩვევია ხოლმე რეჟიმს მოუტრიალდა და დაერია ადამიანებს ხო სოფელში და ქალაქში თელავში მოგეთ ვიღაცებს აპატიმრებენ და ასე შემდეგ და აი ამ დროს ღმერთი გაუწყრება ერთ წარჩინებულ ოჯახს და გაეწყვეტს რომ ქორწილი უნდა გადაიხატონ აუცილებლად და ნარჩევ საზოგადოებას მოიყვანა თავადაზნაურობა და ხა ეს თავადაზნაურობა და იმ დროინდელი არისტოკრატია და ინტელექტუალი ადამიანები რომ გადმოვიტანოთ აი ამ ჩვენ ბრძოლაში არის დაახლოებით ოპოზიციური პარტიები. რაც უნდა გაანადგუროს, ხო დაგსაქსოს და რაღაცნაირად უნდა დააკავოს, დააპატიმროს, რეპრესიები უნდა მოუწყოს რეჟიმმა. რატომ? იმიტომ რომ მათ შეუძლიათ ერთობა ხალხის, მათ სიტყვას ფასი აქვს და ასეთი ადამიანებით არის სავსე ეს ქორწილი, რომლებიც მღერიან. ეს სიმღერა საერთოდ მნიშვნელოვანი ამბავი ამ წიგნში, ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, როგორც დროზე და სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო. და აი ამ ხალხს აკავებენ და ამაში არის ბებერუსუდანის გიგიც. მათ ხრეტენ. მერე ამას მოსდევს რა ამბავი, რომ საერთოდ თავადაზნაურობას აყრიან სოფლებიდან და რასეუბნავენ ხალხს, რომ მათი ქონება თქვენიაო, აი დღეს როგორც ოპოზიციური პარტიებს უთვლიან ყოველ კაპექს და ვიღაცამ ვითომ მეტი აიღო, ვიღაცამ ვითომ ამითი უნდათ რომ ხალხი რაღაცნაირად დაგეშონ მათ წინააღმდეგ, ზუსტად იგივე მეთოდებია პრინციპში. და ეს დაგსაქსული თავადაზნაურობა, რა თქმა უნდა, იკარგება შემდეგ ქაქუცაზეც, აი მიუხედავად იმისა, რომ აქვთ ასეთი სიმპათია და იქ იყოფა. მაგრამ ხეტყეღრე ხეტიალსაც ეძახიან იმ თუნდაც სასოწარკვეთი მცდელობას, ანუ რაღაც შინაგანი პროტესტი უჩნდება ზოგჯერ ადამიანს, რომ სასოწარკვეთილებისგან, რომ ყველა გაჩერდეს. უკვე ვინც არ გაჩერდა ის გაღიზიანებს, ის კი არა ვინც გებწვის და აი ეს აზრიც იკვეთება, აი თითქოს გუშინდა, ხო, თანაგრძნობა. კი, ამაზეც არის ეს ციგნი, რომ სასოწარკვეთილებას მოყვება თანაგრძნობა და ეს ღირსების ამბავიც არის, ხო? ნუ ვერ გადაარჩენს ასეთი შიში, ფაქტია, ის ადამიანებიც რომლებიც ქაქუცას ვეფხისტყაოსანი გვასწავლის, რომელსაც დღეს შეცდომით განათლების მინისტრები ვეფხისტყაოსანს უწოდებენ. თლად დაღუპულები ვართ, მაგრამ კი ბატონო, ეგრეა ნამდვილად და აი ამ სიმღერის და მუსიკის შესახებაც ვიტყვი რახან საუბრობ და მე გიგოს გორაზეც მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. ეს მუსიკა შენ გახსოვს ალბათ გიგი თხოვს რუსუდან მეფეს, რომელსაც არ უნდა წასვლა, რომ სიმღერის გამო წავიდა. კი, რომ უნდა უმღეროთ. თამარ მეფე, ხო, თამარ ქალო უნდა უმღერონ იქ და გიგის გარდაცვალების შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც დახვრეტენ გიგის, ბებია რუსუდანი აღარ მღერის.
და ამღერდება მაშინ, როდესაც რუსიკო ჩნდება და მისი სიძე ვანო, რომელიც შემდეგ არის უკვე რეპრესების მსხვერპლი და გიგის მეგობარია, სთხოვს რომ იმღერეო და ამღერდება ხრინწიანი ხმით შეცვლილი ხმა, მაგრამ მღერის და განსაკუთრებით მღერის გარდაცვალებამდე აი იმ პერიოდში და ეს უწერია ზაირა არსენიშვილს, რომ აი ესე განსაკუთრებით ბოლო ხანებში მღერის და გარდაიცვლება და აი ეს მისი გარდაცვალებაც არის დროზე და სიკვდილზე გამარჯვება, ხო, როგორ კვდება ბებიარუსუდანი. და გიგოს გორა, აი ჩვენ საუბრობთ რატო გვემართება ეს ამბავი და გიგოს გორა, ხო, თელავის გოლგოთას რო უწოდებენ. ეს ხო ჩვენი წარსული, რომელიც არასდროს არ ვიკვლეთ, არასდროს არ გავთხარეთ და ეს ხო დიდი უბედურება, ხო? და არც ექსკურსიაზე ზუსტადაც მე ხო ვიხსენებდი, ჩვენ როცა პატარები ვიყავით, ნუ ჩემზე პატარა ხარ, მაგრამ დაახლოებით ერთი სკოლის პერიოდი გვაქვს გამოვლილი. არასოდეს ჩვენ ექსკურსიებზე არ დავყავდით ასეთ ადგილებში. ეს იყო კომუნისტებისა და სტალინის მიერ ნაკარნახევი დაწერილი ისტორია და მე საერთოდ არაფერი არ ვიცოდი იმაზე, რასაც დღეს ვლაპარაკობ. და ეს არის შუაში. ეს რუსების მთავარი რაც ჩვენ დაგმართეს, ეს არის ისტორიული სკლეროზი და მეხსიერების ამნეზია და ამოჭრა და ჩაკერება იმის, რაც თვითონ უნდოდათ. თორემ შეიძლება სულ სხვა კიდევ უფრო მყარი ის საზოგადოება, რომელსაც დღეს შენ წარმოადგენ, სამოქალაქო საზოგადოება ყოფილიყო ბევრად უფრო ფართე და უფრო შეუვალი, იმიტომ რომ გქონოდა აი გიგოს გორაზე ცოდნა, რომელიც არ არის არც ახლა. კი, ნამდვილად და ეს პრობლემა სხვა შორის ეხლა ჩიკო ვახსენეთ, ჩიკო გახსოვს რომ რუსიკოს თხოვს რომ წავიდეთ და ფრანკოს წინააღმდეგ დავეხმაროთ ბავშვებს ხო ეს როგორი მასშტაბური ბავშვია. დიდი იდეა ხო, მან კი არ იცის რომ ფრანკო ზუსტად ისეთ უბედურებას არ უბედურებების და სიავის შედარება არ გამოდის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ორი სიავე და ორი ბოროტება გრჩება ხელში და ასე მოხდა ფრანკოს რეჟიმის დროსაც, ხო? ასეთი თხრილები იყო სადაც ადამიანს ალმოდოვარის ფილმში აი ზუსტად მაგაზე არის მადრეს პარალელას, ანუ პარალელური დედები სწორედ მაგ პრობლემაზეა, მაგრამ იქ საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე, შეიძლება ასე ვთქვა და მოითხოვეს. დააყენა ეს ევროკავშირის წევრობა მათ შორის. კი ბატონო და პროგრამა არსებობს, რომელიც აფინანსებს უკვე და თხრიან და ჩვენ ფედერიკო გარსია ლორკას საფლავით არ ვიცით ის ასე დახვრიტეს ხო და არ ვიცით სად არის საფლავით. არ არის მარტივი შრომა, მაგრამ ეს აუცილებელია და როგორც ალმოდოვარი ამბობს, ეს შენი მორალური ვალდებულება ვალი წინაპრის წინაშე, რომელიც რეჟიმმა იმსხვერპლა, ხო და შენ რა იცი მომავლის რა უნდა გაგებოდეს, იმიტომ არის რომ ეს ქალები თავიანთ შვილების შესახებ სიმართლე უჭირთ და ადგინონ, იმიტომ რომ შენ რა იცი შენი მომავლის ამბავი, რომ წარსული არ და რასაც აი გერმანიაში ჩემი აზრით უშველა აი ცხვირწინ რო უდევს ის თავის სამარცხვინო წარსული ყოველი ფეხის ნაბიჯზე და ბერლინშია ეს მუზეუმი პირდაპირ შუა ქალაქშია ებრაული მუზეუმი აი ეს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ყველანაირი ინფორმაცია ყველა მიცის აი თუ რამე გადაარჩენს სწორედ ეს ცოდნა მათ შორის გერმანელებს იმიტომ რომ ხო გამოჩნდა რომ მათაც შეიძლება ასეთი რამე დაემართოთ გაველურება და გავეშება აი წარსულის გააზრება ზუსტად რასაც ამბობ. მე გიცავს მომავალში იმისგან, რომ როგორ არ დაუშვა იგივე შეცდომა, რომელიც ვინც ამ შეცდომას უშვებს, აი ჩვენმა სასიკადულო დღევანდელმა ორჯონიკიძეებმა და ტროცკისტებმა და რო იცოდნენ თვითონ მე ორჯონიკიძეებს და ტროცკებს რა დაემართათ, იქნებ დაფიქრებული იყვნენ თქო სულ ვამბობ იმაზე რა, როგორ შეეწირა სტალინის თელი მისი გარემოცვა მაგალითად ან კი რა თქმა უნდა იმ პერიოდში ხო ეს ინფორმაციაც დამალული იყო და რაღაცა ესე ყურმოყრით გადადიოდა, მაგრამ ჩვენ ხო სხვა რეალობაში ვართ ახლა, ხო? ახლა არ ვიცი, ინტერნეტი არსებობს, ინტერნეტის სამყაროა, ინფორმაცია სადაოა რომ ეგ მაინც მოაღწევს სიმართლე, იმიტომ რომ აი ეს ბევრი ინფორმაცია რომელიც ნაკადებად მოდის, აი რომელ სტრიმში მოგაყოლებს კიდე არც ზუსტად ინფორმაციის დეფიციტით და პროფიციტით იწვევს დეზორიენტაციას. რა თქმა უნდა. და აი ეს ამით ახლა სარგებლობენ რომ კი არ შეზღუდონ, თორე პირველი Facebook-ს აგრძალავდნენ, მაგრამ ურჩევნით რაღაც აი ბაბლი ალგორითმული რაღაცის შემოგთავაზონ. ხო, მაგრამ ნუ ხო, ხანდახან სულ ფიქრო ბოდიში გაგაწყვეტინე. ფიქრობ აი ეს კომენტარს რო წერს ვიღაც ნაზიბროლა ზურგეთის რო უწერია რომ მასწავლებელია სადღაც ფიქრობ ღმერთო ნეტა ტროლი იყოს. აი როცა მზიაზე წერს რაღაცას, როცა შენზე დაწერს რაღაცას, როცა არავი აი ახალგაზრდა 20 წლის ბიჭი ქაღალდის როლისთვის არ ეცოდება, ვნატრობ რომ ტროლი იყოს.
და არა ნამდვილი ადამიანი, მაგრამ მე მგონი თავს ვიტყუებ ხშირად. ნუ ტროლებიც არიან და ნამდვილი არიან, ადამიანებიც ოღონდ ხო, ეს არის, რომ არც ერთი ადამიანი არ მინდა იყოს, ვინც ახლა გაამართლებს ქაღალდის როლისთვის ადამიანის ციხეში გაშვებას. იმიტომ რომ ეს შემდგომში ხო ის არის კიდევ უფრო უარესის გამართლების ნიშანიც არის. ასე. ხო, ბებიარუსუდანი როდესაც შეთხოვს ღმერთს, რომ უფალო რაღაცა დაწმინდე სიავით არეული სისხლი, ამღრეული სისხლი და სიცრუით წაბილწული სიტყვა სინამდვილეში რასაც თხოვს არის ძალადობა და პროპაგანდა უნდა რაღაცნაირად გააქროს ხო იმ დღევანდელობიდან, იმიტომ რომ აბა ჩიკოს ნათქვამიც რომ იაპონიის აგენტი ვარ, ეს ხო არ მოდის წიდან, ეს ბავშვიც არის. ოღონდ ჭკვიანი, კარგი, თავისუფალი ბავშვი, რომელსაც ვერ ერევა პროპაგანდა, მაგრამ ტრაგიკულად ასრულებს თავის პატარა სიცოცხლეს. Kad chance რომ ხო, აი შეიძლება ბოდუებში გადაიზარდოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის თავზე დაიჯერებს, რომ კი, მართლა შეიძლება აგენტია და რაღაც ავისულებით ჩაესახლა ეს აგენტობა. და ეს საიდან იწყება თუ გახსოვს თეატრში შეკრებიდან, რომელიც არის ზუსტად ტროლბოტების ამბავი სინამდვილეში. და ალბათ გამოგიცდიე შენ კოლეგებზე, არ გიყვარ შენ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ყველაზე რთულია, როცა ვისგანაც ელოდები, რომ ხმას ამოიღა, იქ თეატრში წვეს ჩანს, რომ აი ხა ეს გამოვა, ყველაფერს იტყვის, რომ ეს ასე არ არის და უცებ ხედავ, რომ აი სტელა ბავშვიც კი დაადანაშავა. ყველაფერი შეიძლება ზურგში დანა მიიღო უახლოესი ადამიანებისგანაც კი სიტყვის სახით. და ალექსანდრე ბურჭულაძე თავისმა ძმამ დაგმო. ხო, ეს არის დაგმობის ის ხო. ამ სიტყვების მიმართ ჯერ რაღაც საოცარი პროცესი მიდის ენობრივადაც, ახლა ჩვენ მაინც ენასთან და ლიტერატურასთან უფრო გვაქვს უფრო დაკვირვების საშუალება, როგორი სიტყვების დევალვაცია მოხდა. იმედის თავისუფლების ოცნებს, მიტაცება და გაუფასურება და როგორი სიტყვებით ჩანაცვლდა კიდე ეს რაღაცა რო გაჟრიალებს იმას რო გაგონებს, როგორც ბებიას იდეალები გაუფასურდა, ეს რაღაცა დაგმობა, რომ უნდა დაგმო ვიღაც და გამიჯნა. ხო, კი, და ნუ არ ვიცი ეს არის პროცესი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ალბათ სხვადასხვა ფორმებს მიიღებს და იღებს. უბრალოდ აქ მთავარი არის რატო უნდა დაუშვა ადამიანმა, რომ აი ნაპერწკალიდან ალი ამოვარდეს ქვეყანა გადაწვას, როგორც ბებია რუსუდანი და მე ფეხქვეშ გათელოს ღირსება, გააქარწყოს სინდისი და უსასრულობაში ჩაყაროს ეს ადამიანები. აი ეს რატო უნდა დაუშვა, არ უნდა დაუშვა, ხო? ოღონდ ვინ არ უნდა დაუშვას, ეს არის ძალიან კარგი კითხვა, რომელზედაც ალბათ პასუხი რომ გქონდეს, შეიძლება ახლა აქაც არ ვიდარიყავ იქეთი და ჩვენ ეს დიალოგი არ გქონოდა. შეიძლება დიალოგი გქონდა, ოღონდ სხვა რაღაცაზე. სხვა რამეზე, კი, აბსოლუტურად სხვა რამეზე ასე მგონია. დადგება ერთად ლიტერატურაზე როგორც ლიტერატურაზე და არა ლიტერატურაზე როგორც ისტორიაზე. ხო, იმიტომ რომ ეს ხო ლათინო ამერიკისთვისაც დამახასიათებელია, მთელი ნაწარმოები ვარსოფელ ხატრული რატო არის და ღირებული რატო არის ეს ისტორიული ნაწარმოები ხო არ არის მხოლოდ ასე ცალკე მაგრამ იცი ზოგჯერ ლიტერატურით უფრო ჩანს ნამდვილი ისტორია ვიდრე სპეციალურად დაწერილი ისტორიული და როგორი ხერხებია გამოყენებული ხო აქ რაღაცა ბიბლიური ალუზიები წმინდა გიორგის გამოცხადებები აქ გვაქვს რეალობიდან გაქცევა სადაც რუსიკო გარბის ხოლმე რაღაც წარმოსახვაში და იქიდან ცდილობს რეალობა ეს მახინჯი რეალობა შეცვალოს და სადაც მახინჯი რეალობა ჩნდება იქ ჩნდება მაგიური რეალიზმიც და ამ წიგნში ხდება ჩვენ მაგიური რეალიზმი აი ასეთი არის მაგალითად ჯონ დოს შვილი უბრალოდ ჯონ დო რომელიც არის ალიოშას შვილი და ალიოშა რომელიც სუსიკვდილზე რო ეკითხება და რომელიც ხედავს გარდაცვლილ გიგის ვარდის ბუჩქის ქვეშ ხო ის აბსოლუტურად მაგიური რეალიზმის პერსონაჟია მამას უნდა რომ ეს ბავშვიც რომელიც ძლივს დაიბადა შეწიროს თავის ძალაუფლებას და რაღაცა უნდა მოუგონოს ისეთი სახელი ჯუსტა უნდა დაარქვა სტალინის და ჯუღაში საბოლოო ჯამში მე ჯონ დოს დაარქვა სახელებზე ძალიან საინტერესო მიგნებები მისი უშუალო უფროსია ჯალათია ის და იმას შესწირავს ამ შულს და შვილი კი სუსიკვდილზე ფიქრობს ხო
ამალი ჯონდოს წაყვანის სცენაც შემზარავია მე. აბსოლუტურად. ხო, რომელიც საჩერს შემდეგაც ხდება კენჭებში ერთ-ერთ მოთხრობაში ეს ამბავი აქ არ თავდება. და აი ეს მაგიური რეალიზმი საერთოდ როგორ წარმოიქმნა მაგალითად ლათინო ამერიკაში, ხო, მიყვარს ხოლმე ამ ამბის მოყოლა. ოქტავიო პასი წერს ეს განმარტავს იმ ნიადაგს, რომ ჩვენთან ლათინო ამერიკაში ვიცით ამდენი რეჟიმები რო იყო, რეჟიმებმა რაც გააკეთეს, მიიტაცეს დღევანდელი დღე, ანუ ადამიანები დატოვეს აწმყოს გარეშე. იმიტომ რომ ის მახინჯი რეალობა რაც შექმნეს, ის ადამიანებისთვის არ იყო მისაღები, ხო? მე ადამიანები იმისთვის რომ ნამდვილი დღევანდელი დღე ეპოვნეთ, მიდიოდნენ ევროპაში ან ამერიკაში, იმიტომ რომ იქ იცხოვრებოდა ეს დღევანდელი დღე. და ადამიანებმა დაიწყეს ასევე აი წარსულის განდიდებით და მომავალზე ოცნებით ცხოვრება. შემდეგ ის მახინჯი რეალობა რაც ჰქონდათ, გადაიყვანეს მაგიურ რეალიზმში. იქ ამბები შეიძლება ისეთივე მახინჯური ყოფილიყო, მაგრამ მაგიურ ხასიათს იძენდა. ალბათ გული მიგრძნობდა ჩემი საყვარელი ტექსტი მარტოობისას წელიწადი 14 წლიდან როა. კი. მაშინ არ განვიცდიდი ჩემ ცხოვრებას ეგრე, მაგრამ ეტყობა ჩემი არაცნობიერი განიცდიდა. კი. ხო, ეს არის და ამ ნაწარმოებიდანაც არის, ხო, აი აქ შეხვდები რაღაცა პერსონაჟებს, ატმოსფერო ასეთია. ატმოსფერო სრულად ასეთია, თუმცა ყველაზე მეტად მგონია, რომ პასუხობს ისაბელ აიენდეს არაჩვეულებრივ ნაწარმოებს სულების სახლი და ისაბელ აიენდე თავად ესეთი ტრაგიკული ბედის, ბოლოს აღარ, მაგრამ ბავშვობა ყოველ შემთხვევაში ტრაგიკული ქონდა, ის მისი ბიძა იყო ცნობილი სალვადორ აიენდე, ჩილეს პრეზიდენტი, რომელსაც პინოჩეტი დაამხობს და შემდეგ იწყება ჩილეში დიქტატურა და ოჯახი მიდის ემიგრაციაში და სულების სახლი იმეორებს რაღაცნაირად ვასოფელოს ამბავს, აქაც აი ქალების ხაზით არის დანახული ეს მთელი რეჟიმი და შვილი წერს ბების დღიურებს. ბებია კლარა, რომლის სახელით შეიძლება ვთარგმნოთ როგორც ნათება, სინათლე, ნათელი, ასე ვთქვათ და მის დღიურებში აწყდება შვილი ამბებს და იმას აქვეყნებს. კლარაც მაგიური პერსონაჟი არის. მაგიური რეალიზმი არის მთლიანად ნაწარმოები. და ბებია უნდა იყოს იქ. ხო, ბებია აუცილებლად ეს არის. ერთი ურსულა ყველგან საჭირო. შვილი ბლანკა, კლარა, რომელიც თეთრს და ასევე სინათლესთან კავშირშია და შვილი ალბა, რომელიც არის გარიჟრაჟი. და ამ გარიჟრაჟით მთავრდება ჩვენი ვასოფელოც. ბოლომდე მივდივართ, აი მივყვებით ამ გლოვის ერთ დიდ ღამეს და გარიჟრაჟით სრულდება, სადაც ბები ამბობს, რომ ბები აევა ამას ვეღარ მოესწრებაო, იმიტომ რომ ბები აევას თავის თავისუფლების კუნძული ქონდა შექმნილი, ტყეში დადიოდა. იმიტომ რომ იმ ტყეში თავის ქვეცნობია თან. თავად ბები აევას ტრაგიკული ამბავიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არ შეიძლება ცუდ ქვეყანაში იყო ბედნიერი, უბრალოდ ვერ იქნები. როგორც არ უნდა გაიქცე ტყეში, იმიტომ რომ ევა მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი სილამაზით დაჯილდოებული ქალი იყო, მაინც, რა ვიცი, აი, ყველაფრის სუფლება წართვის. პირველ რიგში ქალური ბედნიერების ცხოვრების ადამიანობის სიყვარულის თავისუფლება. რაც თავარია, მერე კიდევ ცხოვრება კაცთან, რომელმაც ყველაზე დიდი და ძვირფასი რაღაც წაკითხა და ეს ზიზღნარევი რამდენს გაუძლეს ქართველმა ქალებმა ისე რომ პირდების სრულ ამოსუნთქვის საშუალებაც არ ქონიათ არასდროს. და ჩვენ აწყოს გამაგიურ რეალიზმება არ შეგვიძლია, მაგრამ დამიჯერე ახლაც სუსტად ასეთ პერსონაჟების გარემოცვაში ვცხოვრობ. დამიჯერე რა შენ ხარ ერთ-ერთი ასეთ პერსონაჟი. ხო და ძალიან ის არის რთულია და ჩემბრას იცი რა იწვევს, მათ შორის საკუთარ თავზე, რომ რა გავაკეთოთ, რომ აი ეს მხოლოდ ცუდ გამოცდილებად იქცეს, რომელზეც დაშენდება მომავალში ასეთის აღარ მოხდეს ეს. იმიტომ რომ თუ კი ბავშვი სწავლობს, რომ თით სადაც მიიტან დაგეწვება იქ მეორე, თუ კი ეს უნარი აქვს ადამიანს, რომ დაიმახსოვროს ტკენა, წყენა და აღარ ჩვენ როგორ შეიძლება ყოველ 1924 და ახლა იქ ყველაფერი ზოგჯერ ისე მეჩვენება, რომ 2124-ც ეგეთი იქნება ზუსტად და ეხა ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ ვიცი გაგაბრაზე, მაგრამ ხანდახან ეგ განცდა მაქვს ხოლმე.
არა, მე მგონია რომ ბრაზი აქ არაფერს შეეშერა, ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუ არ ხარ ყველაფრისთვის გაჟღერება ძალიან რაღაცა. ხო, პესიმიზმიც შეიძლება დაგეხმაროს ადამიანს იმისთვის, რომ რაღაცა დააგანახოს მთავარი პრობლემა რა არის, ხო? იცი რა, მე ესე გადავწყვიტე, რომ ჩემ პესიმისტური ბუნების გამო, რომ პესიმიზმს მეც ვთვლი, რომ უნდა იცოდე, რომ ცუდად ხარ. აი ეს თვითმოტყვება, მაგრამ თუ რაღაცა გამოსავალი მექნება კონკრეტული, აი რომ მივაყოლო მე იმ პესიმიზმს, თორე უბრალოდ წუწუნში რო არ დაგვრჩეს რა, მაგრამ ძალიან რთული, არ ვიცი. ერთი რაც ვიცი, ნამდვილად, რაც უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი წიგნები, ტექსტები, შეხვედრები არ უნდა მივცეთ თავიდან საშუალება რუსებს ისევ დაგვიწერონ ისტორია დღეს როგორც აწყობ. და აი ზაირას წიგნი არის ამის პრევენცია. და ხელოვნებას აქვს ეს ვალდებულება, რომ ეს უნდა გააკეთოს, ხო? ახლა რო საუბრობდით სულების სახლზე ეკრანიზაციაც არის 93 წელს არის ეს ფილმი გადაღებული ბილი აუგუსტის გადაღებულია, სადაც აი მთელი თანავარსკვლავედი თამაშობს, ხო? მართალია იქ მე ლათინო ამერიკელებმა გააკრიტიკეს ეს ფილმი და ახლა გადაიღეს სერიალი და 93 წელს გადაიღეს ვასოფელოს მოტივებით ლანა ღოღობერიძემ გადაიღო ფილმი ორ სერიად მე არ მაქვს ხარჩერის ნანახი და ძალიან მინდა რომ ნახო, რომელსაც აი ძალიან სიმბოლურად თქვია დღეს ღამე უთენებია, ხო? და აი როგორც ბებია რუსუდანი რას იზავს უცა ჩიკოს და რუსიკოს უყვება ამბავს, ჰამლეტის ამბავს, ხო? რა უნდა დაანახოს რომ შენ თუ ჭკვიანი ხარ უნდა ნახო გამოსავალი. და რა ვიცი ზოგმა შეიძლება თავის მოგიჟიანებით, ზოგმა შეიძლება რა ვიცი მტკიცედ დგომით, მაგრამ ეს გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი, იმიტომ რომ აი ჰამლეტის ის არის სტრიქონები, აიქ ნახსენები შექსპირის სტრიქონები, ბოროტის საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა. გინდ და სამალად დედამიწას ამოეფაროს. და შოთა რუსთაველმა ის უფრო მოკლედ თქვა მანამდე გაცილებით ადრე უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მითოხერია. და ეს იმედი არის, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, ვისთვისაც აი ეს ამდენი უღირსობა, ამდენი უსამართლობა სადღაც გარიჟრაჟით უნდა დასრულდეს და სინათლით. როგორ ფიქრობ 24 წლის მერე, 24 წლის ეს აჯანყების შემდგომი დეპრესია და 37 წელი უკვე ტერორით მიმავალ წლების მერე. ადაპტაცია იყო თუ გადარჩენის პროგრამა თუ აი გამოსავლის მოძებნა იმით რომ რაღაც ვინც გადარჩა და სიკვდილს გადაურჩა თავის საქმე ეკეთებინა თუ როგორ გაძლო აი ამ ხალხმა და მე ხა ბებიეჩემსაც ვეკითხებოდი ხოლმე რომ მას დაიტირა სტალინი მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად წარმოუდგენელია იმ ხალხს მოწონები. მაშინ პატარა იყო ძალიან, მაგრამ ზუსტად 33-ში დაიბადა როგორც ზაირას თაობის ქალი იყო, მაგრამ ნუ რაღაცა ის ჰქონდათ, აი მოჯადოებულობა თუ ეს ცრემლი ეს რაღაც კოლექტიური ეგზალტაციის პროდუქტი იყო თუ არ ვიცი რა, აი ამისგან თავი როგორ უნდა დავიცვათ, რომ მაგალითად 20 და 30 წლის მერე ესეთ ჩვეულებრივი ამბავი არ იყოს. ჩვენ აი ლიტერატურის სტუდენტებს ხო სულ ვეუბნებით, რომ აბსურდთან გაშინაურება არის ტოტალიტარიზმის მთავარი მოკავშირე. როდესაც შენთვის აღარ არის უცნაური, რომ ადამიანს ტროტუარზე დგომის გამო დაიჭერენ, ან სიტყვის გამო, ან წყევლის გამო, ან 5000 ლარი ჯარიმა, იმიტომ რომ ვიღაცაზე აი ეს ამის გაშინაურება არის ძალიან საშიში. მე იუნესკოს მარტორქას ვიღებთ, რომ ხო შეიძლება უკვე აღარაფერი არ გიკვირს, აი ვიღაც პილოტ გადაიქცა არა უშავს ეს იყო პროფესორი გახდა ჯალათი, ნუ ხო როგორ დავიცვა თავი იმისგან, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ მოხდეს. ხო, ეს ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ აი ხო ჩვენ რო ისტორიულ რაღაცა მონაცემებს რო გადავავლოთ თვალი, აი ამ რუსულმა და წითელმა ტერორმა არ დატოვა პრაქტიკულად არც ერთი ოჯახი, რომელსაც აი ან რა ვიცი პირდაპირ ან ირიბად არ შეეხო ეს რეპრესიები, ხო? რა ვიცი 10000 ადამიანზე მეტი დახვრეტილი იყო, რამდენი 1000 იყო გადასახლებული და ასე შემდეგ. ან ჩვენ ასე რომ შევხედოთ, საქართველოში ყველა ოჯახი იყო რეპრესირებული რა.
რაღაც ფორმით. რაღაცა ფორმით მათ აუცილებლად შეეხოთ ეს ამბავი და ნუ ისიც ვიცით რომ სტალინი რო გარდაიცვალა, ახლა მართალია ბებია რუსუდანი ალბათ ამიტომაც მღეროდა რომ ის მოესწრო სტალინის გარდაცვალებას. მაგრამ სტალინის გარდაცვალების დროს ხალხი ტიროდა ასე, ნუ ბების ამბავი ახსენე, ბებია ჩემს რომლის მეუღლეც იყო რეპრესირებული სტალინის დროს, მამიდა ჩემმა და ბებია ჩემმა ასეთი ამბავი ვიცით რომ გამოიტანა სტალინის სურათი ეზოში და ეზოში დაიტირეს, იმიტომ რომ ხალხს ენახა რომ ისინი სტალინს ტიროდნენ. სინამდვილეში ალბათ არა. აი ეს თავის მოტყუება და სიცრუეში ყოფნა, ვითომ შენ გადაგარჩენს, თუნდაც ფასადურად რომ თავი დაუხარო რეჟიმს, თუნდაც წახვიდე ისეთ თანამშრომლობაზე, რომელიც ერთი შეხედვით არ არის არანაირად სიღრმისეული თანამშრომლობა. ხო, ეს არის ზუსტად რომ მატრიცაში შედიხარ მე რა და აი ეს თუ არ გაიაზრა ადამიანმა რომ სწორედ მასთან უნდა გაწყდეს ის ჯაჭვი, რომელსაც ქმნის აი ამ ტერორის და საერთოდ რეჟიმის ჯაჭვი, მაშინ ძალიან რთულია. მაშინ რთულია, იმიტომ რომ ნახეთ რას ვიღებთ ის ადამიანები, რომლებიც ამ დათმობაზე არ მიდიან და ღირსებას ბოლომდე იცავენ. სხვა ადამიანები, რომლებიც შეიძლება მათი თანამოაზრეები არიან, მაგრამ აქ სადღაც თავი დაუხარეს უღირსობას, რამდენი შეხედავენ თავის თანამებრძოლს, რომელიც დარჩა ბრძოლაში, იმდენი მასზე გაბრაზდებიან საკუთარ თავზე არა. ნუ ხო ეს ისა. ხო. ბებია ევასავით ტყეში წასულებით არ ვიცი ვიზე გაბრაზდებიან, მაგრამ ფაქტია რომ და შეიძლება ღირდეს ზოგჯერ ტაქტიკური უკან დახევა, თუ გაგეგმა სტრატეგიული გამარჯვებისთვის, ხო? იმის შეგნებაც რომ აი ყველა ტიპის ბრძოლას მოაქვს შედეგი. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ახლა მარტო წინააღმდეგობაში კი არ ვიყოთ და გამარჯვებას მივაღწიოთ, რაც არის ქაჯეთის ციხის დანგრევა, ამას სჭირდება ერთობა. ერთობა, მე ვფიქრობ და გარდა იმ რომელიც ჩვენ არასდროს გვაკლია, სომხებმა გიჟვრათ სუათ ყვილად არ დაგვარქვეს, ეს ჩვენ ზოგჯერ ძალიან გვეხმარება, აი ამ რაღაც საყოველთაო წამი, აი ჯავახიშვილი რასაც ამბობდა, ნაპერწკალი, რომელიც ისე ამის ხო თან ქართულ დიქტატორებს ახლა სტალინმა ყველაზე კარგად იცოდა და ბერიამაც, რომ უცებ შეიძლება გადაეკეტოს ქართულს და თან ზუსტად არასდროს არ იცი რაზე. შეიძლება უფრო ნაკლებზე ვიდრე გუშინ გააკეთე და ამიტომ არის, აი ეს არის ახლა იარაღი რამდენიმე, მაგრამ ამასთანავე ძალიან გვჭირდება ეს გონებით დაგეგმილი, აი სომხებმა როგორც გააცურეს რუსული პროპაგანდა რაღაც დროს იქ ბოლო ჩასული ვიყავი არჩევნებამდე რაღაც იმედი ბევრი იყო რომ აი ბევრ კანდიდატს თუ პაშინიანს მიუჩენენ შეიძლება რაღაცა გაიმარჯვოს, მაგრამ იციან რომ აი მაგალითად საქართველოს მაგალითი არ უნდა გაიმეორონ, რომ რუსეთი ხა მათი არა ესეთი თავისუფალი არჩევანი არ იყო, მაგრამ ნუ რაც იყო რა. მაგაზე რო არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩვენ ჭირდება, ჭირდება, აი ისტერიკების გარეშე ურთიერთ როგორ შენ მე მაკადრე და აქაც ხედავთ რომ აი ქალები, რომლებზეც თითქოს თავიდან კითხულობ რომ საღამოს რაღაც ყომარბაზობენ, იკრიბებიან და თავიდან როგორი საოცარი ქალები არიან. აი ყველანაირად იმასაც კი კარნახობენ რომ ადამიანად დარჩიეთ. მე ჩემ თავზე ვფიქრობდი სახლში რომ მყავდეს მეთქის მაკო, ნუ არ არსებობს რა, ალბათ ციხეში ჩავჯდებოდი და ეს ხატის ბუხარში შეგდების სცენარი. ვინმე რომ მსგავსი კიდე ტკივილი, ამდენი ტკივილის ფონზე და მთავარი და რასაც მათ შორის ხათ შორის ბებიაც მეუბნებოდა, რაც არ უნდა მოხდეს. როგორი წისქვილის ქვაც არ უნდა დატრიალდეს ადამიანის თავზე, თუ არ ბოროტდება, უკვე დამარცხება ბოროტების ესეც. თუ თვითონ არ ხდება ურჩხული, რომელიც სულებძვის რა. აქ აუცილებლად უნდა ვახსენო, მე მგონი ნათე ჩემს გაიხარდება ძალიან, იმიტომ რომ ნათეს პერსონაჟი როგორია, ხო, როგორც სული წმინდა ის ფრინველებს ბაძავს და სწორედ ამის გამო მოინელებს რეჟიმი, ხო და ბზის ბუჩქზე როგორ არის მაროს სახლის წინ და სულს ყაფავს. კი შენ შეგიძლია იყო ასეთი, იყო მიმტევებელი, ყველას მიუტევა, იყო კეთილი. არა, მიტევებაში არ არის მაინდა-მაინც ადამიანად დარჩენა არის, რომ იგივე შეიძლება სამაგიერო უნდა გადაუხადო, შეიძლება მტერსაც, მაგრამ
მიმტევებლობაზე მეტად რა ვიგოს, შენ არ დაკარგო ღირსება, იმიტომ რომ გარშემო ყველა უღირსი გახდა. ხო. ანუ თუ ღირსება მარგინალიზდება, მაინც ღირსეულად, იმიტომ რომ სულ ყოველთვის აი 90-იანებშიც მაგალითად ის ქალები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას გვერდით იდნენ, ეხლა რო ვიხსენებ ამ გადასახადს, ნელ-ნელა ხდებოდა მათი მარგინალიზაცია. გარიყვა და მე ადამიანს ხომ მაგის ეშინია ყველაზე მეტად რომ არ მარგინალიზდეს, სულ მარტო არ დარჩეს. და აი ეს რო არჩევანი საკუთარ ღირსებასა და მარტოდარჩენასთან მარტოდარჩენით აკეთებ და არა აი იმ გადღვებაში ევამ ხო ისე იცხოვრა რომ მაკოს მაინც არ გაუტოლა თავი. მაინც მასზე მაროს ხო მაროს კაცო მასში მაკამის მეგობარი მაკა ხო მარო უნდა მეტყვი მარო კი ბატონო ხო აი ამ ისგან და თავდაც აი რაღაც მინდა რომ თქვა დავდო რაღაცნაირი ესეთი ამბავი თქვა რომ აი იცი არ მოხდება არავის მარგინალიზება თუ ის დაიცავს მე მაინც გონია რომ ამ შემთხვევაში თანაგანცდა არის სწორედ ის რაც აუცილებელი არის იმ ადამიანების გადასარჩენად ალბათ ვინც ღირსებას იცავს ხო იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება რაღაცაზე ერთმანეთს ვეკამათებოდეთ და არ ვიყოთ ყველაფერზე თან არ ვეთანხმებოდეთ მაგალითად რა ვიცი მე ადამიანები რომელიც ხშირად გამოდიოდნენ რაღაცას აპროტესტებდნენ მაგრამ თანაგანცდა არ უნდა დაკარგო ხო ახლა ჩვენ ვამბობთ თანაგანცდას როგორც კი კარგავთ ეს ჩვენი უბედურება საზოგადოების ის რაც დაემართა ხო ზვიადის ქალებს როგორც ჩვენ ვეძახდით ეს არის ემოციური ინტელექტის ნაკლებობაც როცა თვლი რომ ნუ თუ მე არ მომწონს არ ვეთანხმები და ამიტომ არ უნდა ვეთანხმები და მაშინ არ უნდა თანაუგრძნო და ამიტომ მას გვერდით არ უნდა დაუდგე მე შეიძლება არ დავეთანხმო ოღონდ გვერდზე ვიდგეთ ჩვენ ასეთები ვდგავართ რუსთავოზე ყველა სხვანაირი აზრი გაგვაჩნია მაგრამ ჩვენ გვაქვს თანაგანცდა და აი ეს ერთიანობის შეგრძნება, რომელიც ღირსებას უკავშირდება. ხო, ის რომ ქვეყანაში აი ეს შელახული ღირსება უნდა აღდგეს, ის რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. ეს არის უფრო დიდი ამ სიტყვებითაც ბევრი ბოროტება მოსულა და კიდევ ესეც არის, რომ მოსაძებნია აი ეს სალაპარაკო ენაც, რომელიცაც არ აისხლიტავს არავინ, იმიტომ რომ ესეც დამახსოვრებულია როგორც ტყუილი. ღირსების აღდგენა. და ღირსება რო ღირსიას კი არ ნიშნავს. ხო და აი ესე ძართული ამოცანები გვაქვს. ღირსება ხა როგორ შეიძლება აი სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ თელაველი ბიჭია თუ გახსოვს 13 წლის რომელიც მოუქნევს ჯოხს იქ ერთ-ერთ მეგონი ალიოშა ვისაც მოუქნევს ხელს ხო ჯოხს უფრო სწორად და თელავს დღესაც ყავს ასეთი არაჩვეულებრივი ბიჭი რომელსაც ჯოხის დარტყმას ედავებიან მათე დავიძე და გამოკეტილი ყავს 18 წლის ბიჭი რო გამოკეტეს ციხეში და 20 წლის რო გახდა ციხეში და გახსოვს ის სცენა როცა მისი დაიქ კონცერტზე ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ვიდეო რომელიც არ ამოდის თავიდან და ამ გოგონას ხმა რომელიც იმ ხალხის რეაქციამ არ დამაძინა ესეთი ინდიფერენტული აი ამ ხმის მიმართ რომ შეიძლება იყო ხო რა ვიცი გინდა ზაირა არსენიშვილი წაიკითხონ და გინდა ალიენდესულების სახლი არ ვიცი რა ამ ხალხს რაღაც გონია რომ ზოგჯერ რაღაც მოჯადოებული ეს ხალხი არის მართლა მოჯადოებული ხო რაღაც ამბავი ტრიალებს კი არ ვიცი მე მაინც გონია რომ განათლების ნაკლებობაც არის ამ შემთხვევაში და სურვილიც რომ შენ რამე დაინახო იმიტომ თუ სურვილი არ გაქვს რომ რამე დაინახო რაც არ უნდა იკითხო რა მნიშვნელობა განათლებას ახლა ნუ რეფორმა უშველის რომელსაც მიიღებენ არაჩვეულებრივი რეფორმა აი პრობლემა აღმოიფრინე კი აი ახლა ესეც ამხელა შორს დღეს ზუსტად ამას წერდი რომ როგორი შორს მიმავალი გეგმები არსებობს იდე ბოლომდე დეგრადაციის აი დარწმუნებული ვარ რომ იციან რასაც აკეთებენ აი საერთოდ არ არის ეს რომ აბნეულები შეიძლება ტექნიკურად არიან ან ტექნიკურად როგორ უნდა განახორციელონ ეს მაგრამ სტრატეგიულად და იდეოლოგიურად ყველაფერი ძალიან კარგად იციან რა თქმა უნდა იმიტომ რომ უნდა მოშალონ იქ განათლება იმიტომ რომ ის ადამიანიც აღარ დარჩეს ვისაც რაღაცა შეუძლია კრიტიკული აზროვნება კონდეს და რაღაცა ისე შეხედოს ამბებს რომ თავის საკუთარი აზრი გააჩნდეს კითხვა დასვას და აი ჩვენ უკვე ვხედავთ სამწუხაროდ უნივერსიტეტში ასეთ თაობებს რომლებიც მოდიან და ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის ეს
დამღუპველი ამბავია და ამას რაღაცნაირად ჭირდება ძალიან ბევრი შრომა და ახლა ნუ არ ვიცი თქვენს რომ სახელმძღვანელოებზე საერთოდ რაღაცა ეროვნულ სიმბოლოებს ხო, ესეც ეს დახატავენ და არის შიგნით წყდით იწყება და ხო, შიგნით რა ეწერება, ესეც ვიცით დაახლოებით, იმიტომ რომ ისტორიის წიგნებში უკვე არის ამის ცდელობა. ხო, როგორც გიგოს გორას ბიძინა მაგალითად ივანიშვილის ქება შეაპარო. ოღონდ ამას ისე აკეთებენ ზუსტად ისე ფრთხილად, როგორც ივანიშვილი 2008 წლიდან 12-მდე ფრთხილად ცდილობდა ამ შემოიყვანა. ძალიან ესე პირდაპირ ხო არ არის ადამიანის სიახლეებისთვის მზად ეს იცის მან იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიცინეთ ადამიანის გადარჩენის მექანიზმი ვიციო სწავლობო ჩვენ კი ბევრი ვიცინეთ მაგრამ სწორი უქნია თავისთვის რომ ეს შეუსწავლია კი და ისიც შეისწავლა რომ აი ეს აჩრდილი უნდა გაეღვიძებინა რა რომლისაც ადამიანებს ჯერ კიდევ ეშინიათ საქართველოში იგივე გიგოს გორას და ასეთ სამარხი ძალიან ბევრია ქვეყანაში და იარაღად უნდა გამოიყენოს ახლა შენ ხო იცი რომ არ დაგხრეტენ როდესაც შენ მეგობარს ან კოლეგას მხარში დაუდგები და სოლიდარობას გამოხატავ შენ ეს იცი მაგრამ აი რაღაცა გაშინებს რაღაცა აჩრდილია და ეს აჩრდილი არის კი და მაგრამ იცი რა არის ერთხელ აკუნინმა თქვა სულ ხშირად ვიმეორებ ხოლმე ამას იმიტომ რომ დამამახსოვრდა რომ ხალხო მაშინ მიმართა დიდი ხნით ადრე სანამ ყველაფერი რუსეთში ჯოჯოხეთი დაიწყებოდა მაგრამ ჯოჯოხეთის აშკარა ნიშნები რო იყო თქვა რომ აი ეხლა ხო დახვრეტა არ არისო რომ ამით გამართლო მეშინია ქეთი ვერ დაგიცავ აი მეში ძალიან შიშარავა უბრალოდ უნდა თქვათ უარი ბიზნეს კლასით ფრენაზე ან რაღაცა ტიპის კომფორტზე. მეტი არაფერი საშიშროება არ არის. არც მაშინ არ იყო. და თუ ეხლა ამაზე უარ სიტყვი, მომავალში ციხეს აიშორებ. და ეს ამას ვერ მივაღწია ვერც აკუნინმა თავის ქვეყანაში, რომელიც ეხლა იქ არ ცხოვრობს და გაქცეულია, და ვერც ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ თუ კი სოლიდარობა და ჩვენ ნახეთ მით უმეტეს ცოცხალი მაგალითი გვაქვს და ასევე მაგიური რეალიზმის ტექსტივით არის გადმოსული ტექსტიდან გადმოსული რა მოხდა როცა 100 ბავშვისთვის გროვდებოდა ილიაუნის სტუდენტების მიერ ფული და აქ უკვე ყოველთვის რეჟიმი ხედავს სოლიდარობა როგორი დიდი ძალა წამლეკავი და თუ კი ყველაფერზე იქნება ასეთი სოლიდარობა არა ფულის შეგროვების კუთხით მაინდა-მაინც აი თუნდაც ექიმი დაიჭირეს 20,000 ექიმი როგვერტში დაუდგეს, თუნდაც სიტყვით. მასწავლებელი დაიჭირეს, მასწავლებლებმა რომ გაკვეთილი ჩაატარონ თუნდაც ამაზე. და სტუდენტს რო აგაცლიან ცხვირწინ შენ ლექციაზე აღარ მეკითხებოდე ხომალე შემოხვალთ, ხო? ხო. აი ეს ძალიან ალბათ ამაზეც ბევრი იმუშავეს, რომ ჩვენ შორის აი ეს გაერთიანების, იცი პუტინი რას აკეთებს რუსეთში, რომ შეთქმულება არ მოაწყონ, FSB-ში და GRU-ში. სულ არის როტაცია. სულ. რომ იქ 5-6 კაცი ერთმანეთთან ან არ დამეგობრდეს, ან რაღაც ისეთი კავშირები არ გაუჩნდეს, რომ დობა გაჩნდეს. რომელიც მე ბადებს ამ თავში ტაბაკერკას ხოლმე. ხო და ჩვენთან მგონია რომ სულ პროპაგანდა ზუსტად იმაზე მუშაობს, რომ სულ კონდეს ერთმანეთთან საქმის გარჩევები. კი ბატონო. და ჩვენც ამას ავყვეთ. ავყვეთ ხო და ნუ ჯერ ერთი ის უნდა თქვა რომ სტუდენტების იმედი რო გვაქვს ხოლმე, საიდან მოდის ეს ამბავი, აი რაც არ უნდა ბევრი. ხო, თავისუფლებაში დაბადებული ბავშვები არიან, იმედი და 90-იანების სტუდენტური მოძრაობიდან ალბათ კიდე ეს გამოცდილებაც გვაქვს, რომ სტუდენტებით იწყება. ზოგადად უნივერსიტეტის სტუდენტი არის ადამიანი, რომელსაც უნდა მომავალი მისია. ქვეყანა, რომელშიც მომდევნო 50 წელი უნდა იცხოვრონ, ეხლა ზუსტად სტუდენტების არის. აბსოლუტურად. და ისინი ისე უყურებენ პრობლემას, ისეთი გადაწყვეტის გზა შეიძლება შემოგთავაზონ, აი როგორც მაგალითად ილიაუნის სტუდენტებმა გააკეთეს. რაც არ უნდა ბევრი გვაფიქრა, ჩვენ ამას ვერ მოვიფიქრებდით, იმიტომ რომ ჩვენში აი მიუხედავად იმისა, რომ ახლა შეიძლება ვიღაცას ძალიან უნდოდეს, როცა მე ვარ პირველი რევოლუციონერი და ესე და ამ რეჟიმს რაღაცნაირად ვიცი როგორ დავამარცხო და გავარის. ეს კიდე რა გონია მე არ ვიცი, მაგრამ ამ სტუდენტებს აქვთ ეს გონი, სწორედ რასაც ივანიშვილი ვერასდროს ვერ გამოიცნობს, ვერასდროს ვერ ახსნის. ამიტომაც ძალიან დიდი ზეწოლა უნივერსიტეტებზე, ამიტომ ის უნივერსიტეტი, რომელიც ვერ მოარჯულეს პრაქტიკულად შლიან
თესეუ პრაქტიკულად დაიპყრეს და შევიდნენ იქ და რა ვიცი მე ახლა თესეუში ცოტა რთულად და უნივერსიტეტზე ამბები. თქვათ კიდევ ჩვენ ტექსტს რო დაუბრუნდეთ იქ ზაირაც არსენიშვილის მოგონების არის მე ამ ხალხის მტრების შვილებს საერთოდ უნივერსიტეტში სწავლაც ეგრძალებოდათ ხო და ეს კიდევ ცალკე ახალი კლასის გამოყვანის ის იყო და კიდევაც მოახერხა იმიტომ რომ მართლა ვისაც შეეძლო რომ ადარებ 1918-21 წლის ქართულ აქტივობებს სამეცნიერო მიმართულებით ევროპასთან კავშირების დამყარების კუთხით და მე მწერალთა კავშირის სხდომებს ოქმებს რო კითხულობ მე რა იყო რისი შანსი ქონდა და რა დარჩა და რა ვიქეცით აი რო ამბობენ რომ მაგარ კინოს იღებდნენ და რაღაც კარგი წიგნები იწერებდა ეს იყო 100-1 დანარჩენი იყო სუხლამი და პროპაგანდა ის შემორჩა იმიტომ რომ მოიფიქრა აი ის იმიტომ კითხე ადაპტაციას მოიფიქრა არა მტრულგარემოში სიტყვის დატოვება შეფარულად. Აღარ გვინდა ეს ეზოპესენა. არა, რა თქმა უნდა, დღეს ეგ აღარ მუშაობს. იარაღი ხოლმე შეფარვით რაღაცა თქვა გადაკრულად, ნუ სასაცილო და კომიკურია. ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რო იძახო ეხლა, იმიტომ რომ არ დაგაჯარიმო. ახლა ყველაფერს პირდაპირ უნდა დავარქვათ თავის სახელი, ეს არის თავარი აი გადარჩენის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი გზა მაინც ეს არის. უნდა თქვა ღიად. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ამის ეშინიათ, რომ ღიად ნათქვამი სიტყვის ღიად დაწერილი ტექსტის ხო ანუ ეს არის ჩვენი ბრძოლის რა იარაღი ერთადერთი ხო ამიტომ ახლა ეს გადაუმალწილი პრობლემა ვისაუბრეთ რებურსებით არ გამოვა ნამდვილად არაფერი იმ პერიოდში რა თქმა უნდა ეს ადამიანებისთვის იყო გადარჩენის ერთადერთი შანსიც ალბათ და ალბათ ამოთქმისაც რაღაცის რომ ალბათ არ გაგიჟებულიყვნენ მაგრამ ეს არშველის ეს ახლა 70 წელი ვნახეთ რომ ამან არ მოიტანა არაფერი ეგრეა ნამდვილად და იმაზე უნივერსიტეტზე მინდოდა მე თქვა ხო აი რასაც შევყვებოდი ამ წიგნში არის მაგალითად ბაბო სულხანიშვილი ნახსენები ცნობილი პუბლიცისტი და ფემინისტი ქალი ასევე საშა ჯავახიშვილი ივანე ჯავახიშვილის და ახლა ივანე ჯავახიშვილი როდესაც თესეუს არსებდა ამას ნუ მალევე ალბათ მიხვდა რა ბედი ქონდა ამ უნივერსიტეტს, მაგრამ საერთოდ ვერ წარმოიდგენდა ალბათ რომ საუკუნის შემდეგ იგივე რამე დაემართებოდა თესეუს ხო და ეს აბე თითქმის პოლიციური ორგანო გახდა თესეუ და იქ რამის თქმა და შესვლა თავისუფლად გამოსვლა თავისუფლად ეზოში რამის წაკითხვა გაკეთება აქციის შეტყების ძალიან დიდი პრობლემა არის ხო დღეს თუმცა პრობლემას მაინც იმიტომ ვაწყდებით რომ თვითონ სტუდენტებმა არ მოინდომეს იქ ჩამოსვა. ხო, შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება თვითონ. რა თქმა უნდა, როდესაც შეხედავ რომ ეზოში რაღაცა ხდება იქ არის, მაგალითად სამშაბათობით არაჩვეულებრივი ლექციები, ხო, სიკო ჯანაშიაში, რომელიც არის განათლებას ეხება. ჩამოდი და დადექ, იმიტომ რომ ბიბლიოთეკიდან თუ გამოდიხარ შენ ნამდვილად თუ იქ რამე წაიკითხე, ის უნდა გაინტერესებდეს განათლებაზე რა ხდება ეზოში. და შეშინებული რატო გარბი ხარ, რას იზავენ, ნიშანს არ დაგიწერენ, თუ გაგრიცხავენ უნივერსიტეტიდან, ხო სასაცილო ამბავია და აი რატო ხდება ის რომ აი ამ რაღაცა აჩრდილს ეძლევა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ვიდრე მას აქვს და მე ჩემმა სტუდენტმა ერთხელ მითხრა რომ გაცილებით ღრმად არის მანდ პრობლემა ვიდრე ის რომ ან ესენი ვერ მოიფიქრებენ რაღაც ბევრნაირი ერთი მიზეზი რა ჩვენ თქვი და მეორე არის რომ მშობლებს შეიძლება შეექმნათ პრობლემები და აქ უკვე ხედავთ იმ აჩრდილს როცა შენ შეიძლება დედა და მამასთან მაგრამ ესეც გვასწავლა ჩვენ რუსთაველმა მათ შორის რომ შენი საქმე როცა გასაკეთებელია მამის წინააღმდეგაც უნდა წახვიდე და ყველა სიყვარულზე ყველაფრის საქმე როცა გასაკეთებელია და ნუ აი თან ვცდილობ გავიგო ყველას იმიტომ რომ ფიქრობ ჩემ თავზე რომ ჩემთვის შეიძლება უფრო ადვილია იმიტომ რომ ჩემი სამსახურიც და პათოსით ერთმანეთს ემთხვევა ანუ ილია უნიშო მუშაობდა თქვათ ოპოზიციურ ტელევიზიაში და პოდკასტში სადაც სრული თავისუფლება მაქვს და წერ სერიალს წერდი რომელიც აქაც სრული თავისუფლება და არ მაქვს ასეთი პირდაპირი გამოცდილება რომ ვიღაც გეუბნება რომ რაღაც არ გააკეთე
გააკეთო და რას განიცდიან ის ადამიანები ესე, ხო? შეიძლება რაღაც პრობლემა ქონდეთ, აი ერთხელ მითხეს რომ აშანტაჟებენ, აი ავატყოფიდეთ, აღარ დააფინანსებდნენ. რაღაც ისეთი ამ ბოროტებასთან შეიძლება მათ რაღაც მიზეზები აქვს, რომელიც არ მინდა რომ მე ესე თავში ხელის წამორტყმით გაუტარო, მაგრამ მანდაც ხო შეგვიძლია უთხრათ, მაინც ისე გვარდება, როგორც მოგვარდა ძუშენის პრობლემა. თქმით, გამოსვლით, ერთად დგომით და კონსოლიდაციით, იმიტომ რომ ეს ხალხი 2 წელი მანამდე თავისი დადიოდა იქ სამინისტროში, თხოვდა ხელისუფლებას, მთავრობას, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც და ყველანაირს რაღაცნაირად მათ დახმარება მიიღოთ, მაგრამ შეხვედრის ღირსი გახდნენ მას შემდეგ, რაც ყველა გაერთიანდა და მესიჯების კაპაწკუპი უკვე იმ ზომამდე ავიდა, რომ რეჟიმს ეს ძალიან მოხვდა თვალში. გაერთიანებით და სოლიდარობით. ხო, ესე არის ნამდვილად. მე სტუდენტების შემთხვევაში მე ხშირ რასაც შენ ამბობ ის რომ მშობლები არიან მუნიციპალიტეტებში დასაქმებულები და ასე შემდეგ და არ უნდათ რომ დაკარგონ ის სამსახური, იმიტომ რომ ასე აშინებენ ამ ხალხს. ნამდვილად არის ეს უბრალოდ იმ შიშს შენ თუ არ დაუპირისპირე რაღაცა და ხო, აი ეს უნდა მივიტანოთ ხო როგორ ხარ და მეუბნები რომ ჩემი შვილი თუ აქციაზე გავიდა შენ წახვალ სამსახურიდან და ამაზე ხმა არ ამოვიღე, ეს ისევ ის ჯაჭვია, რომელიც არ გაწყდება არასდროს, ხო? თუ არ დაუდექი წინ და ამისი ცოდნაც აქვს ადამიანებს დღეს და რა ვიცი მე გამოცდილებაც აქვს ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებლობას მიაღწია ამ ქვეყანამ და ბრძოლით რაღაცა შევქმნით და ნუ ახლა რატონა ჩამოუყარო ხელები და რატომ დაუყურო იმას როგორ მაშანტაჟებენ შვილით ეს შვილით რაუბედურება და ძალიან ბევრ ადამიანს რომელიც ლანძღავდა იგივე თქვათ ოპოზიციურ ტელევიზიებს რომ დაჭირდა ანუ ივანიშვილის ბანაკი და რომ გამოაგდეს და ცუდად იყო ისე დაჭირდა ხო თავისუფალი ხმა რომ ხვებამდე მიეწვდინა ხმა რომ აი ჩაგრავენ კი მაგრამ დღის სინათლეზე გამოსვლა შველის ყველაფერს აუცილებლად ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ამბავი იარაღი რომელიც აი ახლა ჩვენ თუ რამეზე წუხვართ და ეს როგორ მოხდა ეს ისე მოხდა რომ აი ესე გავჩუნდით რა და ის ანესთეზიას უტარებენ ამ სტუდენტებს ხშირად მithქვამს ხოლმე რა ჩვენთან ასე არის ყოველ შემთხვევაში რა ის რომ აი რაღაცა თვითმართველობა რომელიც საერთოდ არ პასუხობს იმ პრობლემებს ახლა ის მახსენდება ის გოგო რო ამბობდა რომ დღევანდელ დღეს მე ვარ ძალიან ბედნიერი რომ ამას წინათ რომ ნახეთ მე მგონი გუშინ გამოვიდა ეს კადრები ეს სინტაქსმა საერთოდ ძილი გადამიფრთხო საოცარი სანახავი ხო ნუ ბავშვი ანესთეზირებული იყო ის ადამიანი ახლა ძალიან მიყვარს სტუდენტები და ახალგაზრდები მაგრამ ასე დღეში როგორ უნდა ჩაიგდო ახლა აპრიორი რატო უნდა გიყვარდეს თუ ამას ამბობ ჯერ არც ვიცი სტუდენტი იყო თუ არ ვიცით ხო პრინციპში ვინ იყო კაცმა არ იცის ვეუბნებოდა რომ მეგობრებთან ერთად იდო მოკლედ საოცარ რაღაცებს ამბობდა და ნუ ეს ყველაფერი აქ ხდება რა დღევანდელობა ძალიან ახალგაზრდობა ძალიან ესადაგება დღევანდელობას აი რანაირი არ ვიცი ბევრი ვერაფერი ვერ გავიგებ მაგრამ შემეშინდა იმიტომ შემეშინდა რომ ესე არ შეიძლება ადამიანმა ახალგაზრდა ადამიანმა ჩაიგდო ამ მდგომარეობაში კი როგორც აი რო ეუბნები რომ უვიზო შეიძლება დავკარგოთ ამ ხელა მონაპოვარი ანუ ფანჯარა ღია და კარი თავისუფალ და ცივილიზებულ სამყაროში ხო არ იცი რა რიცხვში მოვასწრებ წასვლა აი ზუსტად ეს არის აი ჩაისუნთქავ და ამოისუნთქავ იქ რო გაჩნდები უცბად ხო ამ დროს და ამ დროს პასუხი რო რა ხო არ იციო როდის რა ერთ წასვლას თუ მოვასწრებ კიდე იმიტომ რომ შეიძლება გული წაგივიდეს ამდენი სუნთქვის შეკავებით ნამდვილად ეგრე არის და ამას ვუხსნით სტუდენტებს მე მგონი არის რაღაცა იქაც ესეა ასე უყურებ მე არის რაღაცა რაოდენობა რომელსაც მშვენივრად ესმის და არ არიან ესე რაღაცნაირად ხელჩამოყრილები არ უყურებენ ამ პრობლემებს მე არიან ვიღაცებისაც გონიათ რომ თავიდან აირიდებენ ამ უსიამოვნებებს მაგრამ ეს არ მოვიცოდეთ ხო ვიცით მე და შენ ადამიანებზე ამ ჩვენი ესპანური და ქართული ლიტერატურის სიყვარული და არა მარტო რომ მე როცა ძლიერი ლამაზი და გამარჯვებული ხარ აი ეს ანესთეზია გადის და იმ გამარჯვებასთან ასოცირება ყველას ძალიან უნდა. რა თქმა უნდა. კი, ეგრე არის, ხო, ასე არის ნამდვილად და ეს წიგნიც რატომ არ ვიცოდი დიდხანს ამასაც ხომ აქვს თავის მიზეზი, ანუ გვიან მოვიდა ჩვენამდე, როცა გულმა გვიგრძნო, რომ დასაკითხი დროა. ხო, აი ცოტა მართლა ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა ზაირა არსენიშვილს კინოსცენარებიც ისეთი ქონდა, ისეთ დროს, ლანა ღოღობერძი რასაც იყო, როცა აყვავდა ნუში. აი ზუსტად ამ პრობლემას უტრიალებს სულ, რომ ღირსების, თავმოყარეობის, ადამიანობის და
იმის რომ აი ერთი ძალიან კარგი მისი მეგობარი იყო თუ არ ვცდები ზუსტად რო არ შემეშალს უნათესავი არ ვიცი იგონებდა რომ მდგმურები ჩვენს სუნამოს და ისხამდნენ და საჭმას ჭამდენო თავის სახში მდგმურებს ახალგაზრდა სტუდენტ გოგოებს და ნუ აი ეს არაფერს არ ამბობდა და ჩვენ გავბრაზდითო ძალიან და მე რო გითხრა აი ხა წიგს რო კითხულობდეო ახალგაზრდა გაჭირვებულ გოგოებზეო საჭმელი და სუნამო რომ უნდათო და კიდე ვიღაც ქალებზეო რომლებიც მე ამაზე ბრაზობენ რომლისკენ იქნებოდიო კარგი ხო და თვითონაც თუ ასე შეხედავ როგორც წიგნის პერსონაჟებს და ტექსტს ზოგჯერ გეხმარება რომ ბევრი რამე ახსნა მიიღო და თან გამოსავალი მოწებნა ხო? კი, ნამდვილად ეგრე არის. და ჩვენ ვართ, უნდა ძალიან ცუდად რო ვარ ზუსტადად ჩემ თავს ვეუბნები რომ კი, ჩვენ ვართ ბებია ჩემის იქნება თუ რუსუდანის ევას და ბევრი ზაირა არსენიშვილის, ბევრი ძალიან კარგი ქალის და კაცის ქვეყანა, ვეფხისტყაოსნის ქვეყანა და კი, ტრაგიკულია რომ სუ ესჭიდაობა და ისე გაგვიჭირდა რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყნის მთავარი გზავნილი რა რომ ძალა ერთობაში სუ ვეუბნები ხოლმე ჩემს ეს იმიტომ დავაწერთ სუ გვახსოვდეს მაგრამ ეგ იყო შეცდომა რომ დავაწერეთ რაც ძალიან გამოტანილია პლაკატად ის მერე გიუბრალოდება და ივიწყებ ეგრეა ნამდვილად ხო და რაღაცნაირად გადადიხარ გონია რომ ერთობა იმაში შეიძლება იყოს დუმარებაში მაგალითად ერთობა იმიტომ რომ ის ხმას არ იღებს მე რატო ამოვიღო ხმა ესეც შეიძლება ხო დაემართოს ქვეყანას და ეს რო არ დაემართოს ამას მაგდროს ისე ტაშს რო იწყებენ ხოლმე დარბაზში ესე ემართოს ვიღაცამ და მე კი ხშირად უნდა ვისაუბროთ და ვილაპარაკოთ და როგორც შენ თქვი და აბსოლუტურად გეთანხმები დღეს აღარ არის იმის დრო ჩვენ რაღაცები ქარაგმებით ვთქვათ, გადაკრულად, ну, არ ვიცი, ახლა Facebook-ზე უკვე ბევრ რამეს გვიკრძალავენ, ხო? ორშაბათს ქონდა მაგალითად თამნა გიორგაძეს სასამართლო, სადაც წყევლა, რომელიც ეს ჩვენი ქართული ტრადიციაც ეს კულტურის ნაწილია, აი ამ ისი რა ქვია, წყევლის გამო და აი ამასაც არის დღეს ახლა ხო ყავთ ეს რაღაცნაირი უკვე ისეთი პროფესიონალი ტროლები წავთ რამდენიმე სახელი და გვარითაც ვიცნობ და აი ამაზეც იცი რომ წვეულა და გინების გარეშე ვერძლებენო ესე ანუ მართლა გონიათ რომ წვეულა და გინება ენაში რაღაცა უკულტურობის ნაწილი იმდენად გაუნათლებლები არიან ერთხელ ვახოსანაია მითხრა ჩემთან პოდკასტში იყო რომ წიგნებზე ლაპარაკიც ხო არ არის ახლა უდროობა და თავის მოტყუება და აი რაღაც შეყუჟვა და ასე შემდეგ მაგრამ თუ ჩვენ ნახავთ როგორ ებრძვის წიგნს და ფილმს ყველა არც ერთ რეჟიმში და დიქტატურაში არ იყო თავისუფალი ტექსტი და რატომ? იმიტომ რომ აი დაკვირვებული ვარ რომ მხატვრული ნაწარმოები იქნება ფილმი თუ წიგნი და ზოგადად ფიქცია ბევრად უფრო აღვიძებს ადამიანში ზოგჯერ რაღაც ვნებებს, გრძნობებს, ემპათიას ვიდრე პირდაპირ ვეუბნები რომ ხალხო ვიღუპებით. კი. ასეთი იყო ჩვენთან მონანიება, ხო? ფილმი რომელიც ფილმი ტრიგერი, ხო? ასეთი ვახსოვს ისტორიულად ასეთი ამბები მომხდარა და მე მგონია რომ ეს წიგნიც ასეთი წიგნია. ასეთი წიგნია, კი. ხო, ისეთი წიგნია, რომელსაც აიკითხავ და ბევრ ამას გარდა იმისა, რომ პარალელების გავლების საშუალება გეძლევა, იმასაც ხვდები, რომ მიუხედავად იმ უბედურებისა, რასაც დღეს ჩვენ უყურებთ, ეს მაინც აჩრდილია იმის და არ აქვს ჯერ კიდევ ხორცი შესხმული ამ უბედურებას და არ უნდა დაუშვათ. არა, ნამდვილად. და რა არის მთავარი, რაც მოცილებულია? რატო არ არის ეს ფატალური საფრთხეების შემცველი, რომ ჯერ ეს კანონი რუსეთს ელოდებიან ალბათ, მაგრამ არ მიუღიათ რომ ამის გამო შეიძლება რაღაც ტყვია დაგახალონ. ამიტომ სანამ ეს ლუფტი გვაქვს ეგრეთ წოდებული, რომ ეგ აი მანამდე გვაქვს დრო და ქეთი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქეთი, შენ და მაინც სანამ დავასრულებდეთ, აი სულ ბოლოს მინდა თქვა ამ წიგნში არის ესეთი სამი ლექსი, რომელსაც ლოცვა ქვია პრინციპში ეს არის ის ლოცვები, რომელიც რუსკომ აღმოაჩინა ბებიასთან, ზაირა არსენიშვილის სამი არაჩვეულებრივი წიგნია და მე პირველ ორს არ წავიკითხავ მინდა რომ ჩვენს სმენელმა თვითონ წაიკითხოს პირველი. მე მეორეს მდგომარეობაში ვარ და შენ დაიკითხე მესამე. პირველი არის ვედრებისა, სადაც გვეხვეწება ზაირა არსენიშვილი, რომ აი მთელი ამ გამოცდილების შემდეგ
ბოგანოს ნუ მოიყვანთ ხელისუფლებაში და ჯალათსო. რაც ჩვენ ავუსრულეთ კიდეც. კი ბატონო, მეორე არის შენდობისა საინტერესო ამბავია, ძალიან წაიკითხონ ადამიანებმა და ნახონ თუ საკუთარ თავს ამოიცნობენ, ამოვიცნობთ. და მესამე არის მადლობისა, რომელიც ძალიან მინდა რომ მიუძღვნა ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტში არის დღეს ჩაბმული და სხვა ფორმით. და განსაკუთრებით კიდე მინდა მიუძღვნა იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას, აი ვეფხისტყაოსნის ავტორის სახელობის გამზირზე. უკვე თითქმის 600 დღე შესრულდება მალე, ხო, დღეს არის 591 დღე. ეს ადამიანები ამ თანადგომით, ღირსების დაცვით, ქვეყნის მომავალზე ფიქრით არიან იქ და მე მგონი რომ ძალიან ცოცხალ წიგნს წერენ და ეს ალბათ მერე უფრო გამოჩნდება, მაგრამ ახლა დღეს მინდა რომ მადლობისა მიუძღვნა მათ და წავიკითხო. გმადლობ უფალო მაზიარე უმთავრეს მცნებას, მოყვასისთვის ამავსე ზრუნვით და ტანჯვა მისი შენ მიქცია საკუთარ ტანჯვად, გმადლობ უფალო ნების ყივილმა და სურვილი შემოძახილმა, მთელ ქვეყანაზე მოთარეშე შიშმა და ძრწოლამ ვერ ჩამიხშო ხმას ინდისისა. გმადლობ უფალო, არ გამწირე შენ საბოლოოდ და ფუტურო ხეს შემაჩინე პატარა ყლორტი. მადლობა მოკლედ ამ ხალხს და მადლობა შენ. მადლობა შენ, ქეთი. მე გემშვიდობებით იმედით, რომ ჩვენ შეგვრჩება ეს ნაპერწკალი. მადლობა ჩემს გაბედულ სპონსორებს, მთის წყალს და საქართველოს უნივერსიტეტს. გემშვიდობებით შემდეგ წიგნამდე. ნამდვილი ძალა თანასწორობასა და თანაგრძნობაშია.